მოგესალმებით, ჩემო ერთგულო მაყურებელო. დღეს მე თქვენ მოგიყვებით სტარტაპის შესახებ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს ძალიან მოეწონება. იყო ასეთი შეკითხვა: სად შეიძლება განთავსდეს რეკლამა ისეთ ადგილას, რომ ადამიანს მაქსიმალურად დაამახსოვრდეს კონკრეტული. ადამიანს რაღაც მაშინ მახსოვრდება ყველაზე მეტად, როცა რაღაც ძალიან უკვირს, შეიცხადა, ან რაიმე საინტერესო გადახდა თავს. ან როცა სიზმარშია შეიძლება ძალიან დაამახსოვრდეს ისეთი რაღაცა კონკრეტული სიზმარი, რომ მერე წლების განმავლობაში ახსოვდეს. სწორედ აქედან დაიბადა იდეა, როგორ შეიძლებოდა მიგვეწოდებინა ადამიანისთვის რეკლამა სწორ ადგილას, სწორ დროს და ეს რეკლამა მას სამუდამოდ დამახსოვრებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, აქედან გამომდინარე შეიქმნა პროექტი, რომელიც არა მარტო რეკლამის განსათავისებლად არის საინტერესო, არამედ ამ კონკრეტული პროდუქტის მიღებაც და მომსახურების მიღებაც ძალიან საინტერესოა. We are Tiflis-ი, ანუ დროში მოგზაურობა. და როგორ ვამოგზაურებდით დროში ხალხს, ძალიან საინტერესოა. დღესდღეობით ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ვირტუალურ რეალობას მოგეხსენებათ ძალიან წინ მიდის ყოველ დღე. სწორედ ეს ტექნოლოგია გამოვიყენეთ და შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს ემოგზაურათ დროში, დაეთვალიერებინათ ძველი დრო, როგორი იყო ის რეკონსტრუქციამდე და ამ ვირტუალურ რეალობაში, როცა ადამიანი გაოცებულია, სწორედ აქ ჩავახსოვეთ ჩვენ ძალიან საინტერესო რეკლამის მიწოდება მომხმარებლისთვის. რეგისტრირდი არქივში მკვლევარად, ვაჟა-ფშაველას დასაწყისშია. დავრეგისტრირდი და ამოვიღე მასალები, როგორი იყო დაახლოებით 2-3 საუკუნის წინ კონკრეტული წერტილი აურჩიეთ. თავისუფლების მოედანი, რადგან თავისუფლების მოედანი ისტორიული ადგილია, ძალიან ბევრჯერ განიცადა რესტავრაცია, რეკონსტრუქცია. ამიტომ თავისუფლების მოედანი გადავწყვიტეთ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად განსხვავებული იყო იმ დროს ეს კონკრეტული ადგილი. 360 გრადუსით თითქმის ყველაფერი შეცვლილია, უბრალოდ საკრებულო, როგორც ისტორიული შენობა საუკუნეების წინაც, რა თქმა უნდა, არსებობდა, იდგა და ჩანართ კადრებში დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ ძალიან საინტერესო და განსხვავებული იყო ეს ყველაფერი. ჯერაც არ ვიცოდით თუ რა დაგუჯდებოდა ეს მომსახურება, რომ მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის, ჭირდებოდა გუნდში ადამიანი, რომელიცაც ეცოდინებოდა ან Unreal Engine-ი, ან Unity, ესეთი პროგრამებია, სადაც თამაშები იწერება ვირტუალური რეალობისთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თამაშის სახის უნდა ყოფილიყო. შემოთავაზებები 100,000-ზე, 80,000-ზე და ნუ ეს ძალიან კოლოსალური თანხები იყო, ჩვენ ამას ვერ გავწვდებოდით, ვერც ინვესტორს ვიპოვიდით შესაბამის, რომ ამხელა თანხას ჩაასხავდა ესეთ პროგრამის შექმნაში, თუმცა არასდროს დანებდე, ჩვენ ბევრი ვეძიეთ და ვიპოვეთ, მივატეკით ძალიან მაგარ კომპანიას HappyBets, რომელმაც მომსახურება სულ რაღაც 15,000 ლარში გაგვიკეთა. თუმცა იყო იქ კიდევ დაბრკოლება, რომ ეს შენობა უნდა ყოფილიყო თუ რაიმე კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო თუ უბრალოდ სათვალეები უნდა ყოფილიყო. ამიტომ მქონდა მთელი რიგი ფიქრები ამასთან დაკავშირებით, ნახაზები გავაკეთეთ, შევთანხმდით, რომ უნდა ყოფილიყო რაღაც კაფსულა, მაგალითად რაღაც ფუტურისტული და ცოტა სამომავლური ხასიათის, რომ ადამიანს მაქსიმალურად თავი ეგრძნო, რომ მის ნამდვილად დროში გადადის და იმ კონკრეტული დროის და იმ კონკრეტული სივრცის ნაწილია. იყო ესეთი ვარიანტი, რომელიც მე ყველაზე ძალიან მომეწონა, სარკის ეფექტის კაფსულა, რომლის ნახაზიც გქონდა უკვე და უნდა შეგვეთანხმებინა საკრებულოსთან და იქაურ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ დაერთოთ ნება ამ კონკრეტული კაფსულის განთავსების. ჩვენ არც იმის თანხები გქონდა, რომ რეალურად ეს სისტემა ვინმესთვის შეგვექმნევინებინა. ამიტომ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელმაც 6,000 ლარი მოგცა საწყისად, თან შიდა საოფისე საქმეებშიც ვეხმარებოდით და თავის საქმეები ჰქონდა, რომელშიც ასე ვთქვათ, ხელფას გვიხდით ამთლად ამ სისტემის სრული, ასე ვთქვათ, ინვესტირებაზე არ იყო საუბარი, თუმცა მოყვებოდა საქმეში, ჩვენც ნუ გარკვეული წილი მივეცით, იმიტომ რომ ამ თემით მივედით მასთან და როცა ასე ვთქვათ, დამწყები ხარ, დიდ კომპრომისებზე უნდა წახვიდე ხოლმე. ამიტომ მივეცით რაღაც კონკრეტული წილი, იმან მოგცა 6,000 ლარი, გავიქეცით HappyBet-თან გაბედრიანებულები და შევთავაზეთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დაეწყოთ. და ასეც მოხდა. დეველოპერებთან ერთად მუშაობისას 360 გრადუსით ავაკეთ თავისუფლების მოედანი და შემოვიტანეთ საინტერესო დეტალები, რომელიც იყო იქ კონკა, ეტლი, ქვაფენილი, იყო ჩოხიანი ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და ალბათ დამეთანხმებით, რამდენად საინტერესო რეკლამა იქნებოდა, თუ როგორ მოუთხრობს ერთი ჩოხიანი მეორეს, თუ რამდენად გემრიელი ხინკალი მიირთვა რომელიღაცა რესტორანში. ან მარცხნივ რომ გაიხედავდით, პირობითად იყო იქ
რაღაც რეკლამების გამოსაკრავი, ასე ვთქვათ, გაზეთების გამოსაკრავი სივრცე და იქ თქვენს რეკლამას დაურთავდით და ადამიანი როცა ძველ დროში გადავა, იმოგზაურებს დროში 2 წუთის წინ უყურებ და თუ როგორ მოძრაობდნენ მანქანები, როგორი სასტუმროები იყო გარშემო და დაახლოებით 2 წუთში გადადის დროში და ათვალიერებს რეკონსტრუქციამდელ შენობებს არის წარსულში და იქ ხდება რაღაც რეკლამები, რაღაც თანხა იქნებოდა გადასახდელი და წარმოიდგინეთ თანხას გიხდიან იმაში, რომ თქვენი რეკლამა ნახონ. ძალიან საინტერესო პროექტია დამერწმუნებით. დაიწყო არასტაბილური ვითარება, COVID-ი დაიწყო, ცოტა აირდაირია სიტუაცია, ძალიან აირდაირია სიტუაცია. სწორედ ამიტომ ეს პროექტი შემოიდო თაროზე და ინვესტორიც შემდეგ უკვე სხვა საქმით დაკავდა, ასე ვთქვათ და ჩვენს ჩამოვცილდით ამ პროექტს. თუმცა არის ეს პროექტი თაროზე და მე მჭირდება თქვენ რომ გამომიწეროთ მე და subscribe-ოთ, იყოთ ჩემი ერთგული მაყურებლები, მე შემოგთავაზებთ რომ თქვენ თვითონ იყოთ თქვენი თავების ინვესტორები, ეს პროექტი მზად არის თითქმის და წარმოიდგინეთ ჩვენ რო ვიყოთ ძალიან ბევრი, რა საინტერესო იქნებოდა რომ გავათამაშებდით ამ კონკრეტულ ბიზნეს მოდელს, გამზადებულს და თქვენ ათლარად შესაძლებლობა გექნებოდათ რომ გამხდარიყავით ამ ბიზნესის მესაკუთრე და როგორ თუ იქნებოდით ბევრი ჩვენ 1000 ადამიანი პირობითად 1000 ადამიანის 10 ლარი 10000 ლარია რომელიც დაასრულებდა თავიდან ბოლომდე ამ პროდუქტს და შემდეგ ვიღაცის მესაკუთრებაში გადავიდო და ეს პროექტი შესაბამისად და თბილისში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია რომელიც დიდ ისტორიას მოგვითხრობს როგორი იყო რეკონსტრუქციამდელი შენობები თავისუფლების გარდა კიდევ არის პარლამენტის წინ როცა სადაც იქ სრულად სხვა ეკლესია იდგა იმ ადგილას არის კიდევ მშრალი ხიდი და ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი სადაც ტურისტები აქტიურად გადაადგილდებიან და არა მარტო ტურისტები ქართველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ესეთი ტექნოლოგიაში ძველ დროში გადასვლა და ამ ყველაფრის გამზიარებელი რომ გამხდარიყო ის ადამიანი. სწორედ ამიტომ გამომიწერეთ, იყავით ჩემი მაყურებელი, დააჭირეთ დარისგილაკს, დამიკომენტარეთ თუ რომელი ბიზნეს იდეის განხილვა გაინტერესებთ. მე წავალ და ვსდი ამ ყველაფერს თუ ავაწყდები ისევ დაბტკოლებას რომ ვერ გადავლახო, მივალ ადგილობრივ ბიზნესებთან და ვნახავ თუ როგორ მუშაობს ეს კონკრეტული საქმეები. ამასთან ერთად გაგიზიარებთ ჩემ განვლილ ცხოვრებას, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები მქონდა, როგორიც არის ეს დროში მოგზაურობა, ასევე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ მენიუებთან დაკავშირებით და კიდევ ვისაუბრებ სოციალურ ქსელზე, ინსტინქტზე, რომელიც დეველოპმენტშია ჯერ კიდევ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე გავხდებით ძალიან ბევრი და გავიზიარებთ ამ ყველა პროექტს ერთად. გამოგვიწერეთ, კარგი? ხაჭა. კარგი? გამოგვიწერეთ, კარგი? კარგი.